ელენე ხოშტარიას ადვოკატის თქმით, მას უკვე გადაადგილება უჭირს, ხელჯოხით გადაადგილდება და ხერხემალზე მანამდე არსებული პრობლემები იმ დონემდე მივიდა, რომ მისი თურქი მკურნალი ექიმების თქმით, ციხემდე რომ მკურნალობდა იმ ექიმების თქმით, თუ ასე გაგრძელდა, გამოუსწორებელი ზიანი მიადგება და სავარძელში ჩაჯდება. ანუ კოც რეჟიმმა ელენე ხოშტარია ისე აწამა 4 შვილის ძედა, მათ შორის 2 არასრულწლოვანის, რომ ფაქტობრივად დააინვალიდა. ეხლა მე გაგახსენებთ, რაზე ზის ელენე ხოშტარია კახი კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერისთვის. წელიწადია თითქმის უკვე ამაზე ზის. არ გცხვენიათ კოცებო, ადამიანებო, რომლებსაც ვიცი ღვთისნიერება და ოჯახის სიწმინდე და ვიცი ქართული ტრადიციები 4 შვილის დედა, არასრულწლოვანი ბავშვების მათ შორის დედა ციხეჟიჟის საარჩევნო ბანერის გაჩხაპნისთვის და ფაქტობრივად ინვალიდი არის უკვე ახალგაზრდა ქალი. მე მისი ამომრჩეველი არასოდეს არ ყოფილიوار, არც ვარ და არც მომავალში ვიქნები, მაგრამ ადამიანობა და ქართველობა ელემენტარულ მავალდებულებს ეს გითხრათ და უფრო მეცაც გეტყვით. რახან ამას არ იმჩნევთ. აი თეატრუკიანო ნინო ტილოსანო კიდე ვინ აყავთ იქ მაკა ბოჭორიშვილო მარიამ ლაშხო რა ვიცი ყველა იქ შეკრებილო ქალებო გისურვებთ ახლო მომავალში გამოგეცადოთ ელენე ხოშტარიას ბედი ციხეც და ყავარჯენიც გულით და სულით გისურვებთ ამას